სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება სულ ცოტა ხნის წინ განვითარებულ შემთხვევას, რომელიც სამართლიან შეშფოთებას, გულის ტკივილს, გულის ყრომას იწვევს ჩვენი მართლმორწმუნე საზოგადოების გონებასა და გულში. კვლავ საეკლესიო ხელოვნების საფარველ ქვეშ ხდება დაახლოება ვატიკანთან ჩვენი საზოგადოებისა. გულისხმობიან როგორც სასულიერო პირები, ასევე ერის ადამიანები. სხვას ვერაფერს უწოდებ ადამიანი იმ კადრებს, რომლითაც აღიბეჭდა ეს შეხვედრები. ადრე სამგალობლო გუნდის სტუმრობით ვატიკანში, ახლა კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ჩაბრძანებით კვლავ ვატიკანში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კათოლიციზმი, პაპიზმი არის ერესთა ერესი, უდიდესი მწვალებლობა. მართლმადიდებლობა კი ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება. როგორც გვამცნობს წმინდა წერილი, არაფერი აქვს საერთო ქრისტეს ბელიართან, ასევე არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობას ნებისმიერ მწვალებლობასთან და მათ შორის კათოლიციზმთან. ამბობენ, რომ ეს კურთხევით ხდება. წმინდა წერილი კი გვამცნობს და გვასწავლის, რომ თუნდაც ანგელოსმა ზეცით გამო გახაროთ ის, რაც მე არ მისწავლებია, ნუ შეიწყნარებთ. ამბობენ, ჩვენ ქადაგებთ, როცა იქ ჩავდივართ. ჩვენ არ მოგვისმენია არაფერი მის მსგავსი, რომ იქ ყოფილიყო მხილება პაპიზმის და დამოწმება მართლმადიდებლობის. ხოლო წმინდა წერილი კი გვასწავლის, მწვალებელსა კაცსა ერთი ორი შეგონების შემდეგ განეშორება. მოусმინოთ წმინდა მამებს, ეკლესიის დიდ მოძღვრებს, თუ როგორ ასწავლიდნენ ისინი პაპიზმის შესახებ. წმინდა მღვდელმთავარი ფოტი დიდი, კონსტანტინოპოლელი. ლათინებმა არა მარტო შემოიტანეს სხვა უკანონობანი, არამედ ისეთ უკიდურეს თავხედობამდე მივიდნენ, რომ თვით სარწმუნოების სიმბოლოში, რომლის უცვლელად შენახვას ყველა კრეფსისეული გადაწყვეტილება განაჩინებს, გაბედეს და სიცრუე შეიტანეს, რომ თითქოს წმინდა სული არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც გამოდის და ამით დაამახინჯეს წმინდა სამების ძირითადი დოგმატი. ვინ არ დაიშობდა ყურებს იმისათვის, რომ ეს უკიდურესი ღმრთის გმობა, ანუ ფილიოკვე, არ მოესმინა, რომელიც სახარებას ეწინააღმდეგება წმინდა კრებებს, უარყოფს ნეტარ და წმინდა მამებს. რომელიც ყველა წმინდა წინასწარმეტყველის, მოციქულების, მღვდელმთავრების, მოწამეებისა და თვით ღმრთის სიტყვების წინააღმდეგ იარაღდება. ამ მატყუარებსა და ღმრთის ბრძოლებს ჩვენ კრებსითად
და საღამრთო ხმით ვგმობთ. ჩვენ კვლავ მივიახლეთ სინათლეს და ყველაფერი გადმოვეცით, რაც განისაზღვრა წინამორბედ კრებებსა და მოციქულთა დადგენილებებით. ასევე მათ, რადგან ისინი ჯიუტობენ და თავიანთი მრავალრიცხოვანი ცდომილებებით, მათ ჩვენ გამოვრიცხავთ ყოველგვარი ქრისტიანული ერთობიდან წმინდა სულზე კრეხელობის გამო და ეს საკმარისია იმისათვის, რომ მათ მრავალრიცხოვანი ანათემა დავადოთ, რათა ეკლესიის სხეულს გმობის განგრენა განვაშოროთ, რათა ბოროტების ყლორტი ამოვძირყოთ. წმინდა მღვდელმთავარი გრიგორი პალამა თვით ანგელოზებსაც კი ციურ გონიერ ძალებს არ შეუძლიათ ადგილიდან დაძრან ლათინები და აიძულონ და მიაღებინონ წამალი ცრუ აღმსარებლობის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენ არასდროს მიგიღებთ თქვენ ერთობაში, მანამ სანამ თქვენ აღიარებთ, რომ სული წმინდა ძისაგანაც გამოდის. როგორ ბედავთ თქვენ იმის, ანუ ფილიოკლეს მიღებას, რის შესახებაც არ მოწმობდა და რის შესახებაც არ უცნობებია მას, ანუ იესო ქრისტეს, მათთვის, ვინც შეიყვარა, რომელმაც ყველაფერი გვამცნო, რაც მამისაგან ისწავლა და უშუალოდ იმ მიზეზით მოგვევლინა, რომ ჭეშმარიტება დაემოწმებინა. როგორ ბედავთ უცხო დამატების შემოტანას სარწმუნოების განსაზღვრებაში, რომელიც საერთო კრებაზე გამორჩეულმა მამებმა დაწერეს და ჩვენ გადმოვცეს. ლათინთა სარწმუნოებას ნუ ეზიარებით, მათ ჩვეულებებს ნუ მისდევთ, მათ ზიარებას განერიდეთ და ყველა მათ სწავლებას განეშორეთ და მათი ყველას ნე მოიძულებთ, ამბობს ღირსი მამამ თეოდოსი პეჩორელი. მოერიდეთ შვილნო მრუდედ მორწმუნეებსა და ყველა მათ საუბარს, რადგან მთელი დედამიწა გაივსო მათით. თუ კი ვინმე საუბარს აცხოვნებს სულს, მხოლოდ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში მყოფი. რამე თუ არ არის სხვა სარწმუნოება უკეთესი ვიდრე ჩვენი, სუფთა და წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება. თუ ამ სარწმუნოებაში ცხოვრობ, მაშინ არა მარტო თავს იხსნი ცოდვისაგან და მარადიული ტანჯვისაგან, არამედ გახდები მარადიული ცხოვრების თანაზიარი და დაუსრულებელად იხარებ წმინდანებთან ერთად. ხოლო სხვა სარწმუნოებაში მცხოვრებნი ლათინურში, ან მუსულმანურში, ან სომხურში ვერ იხილავენ მარადიულ ცხოვრებას. სომხურში იგულისხმება მონოფიზიტობა. არ არის ჯეროვანი სხვა სარწმუნოების ქება. ვინ სხვა სარწმუნოებას აქებს, ის თავისი სარწმუნოების მგმობელი ხდება. თუ დაიწყებს განუწყვეტლივ თავისი და სხვისი სარწმუნოების ქებას, მაშინ ორ რწმენიანი და მწვალებლობასთან ახლო მყოფი შეიქმნება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია სიტყვები მასთან დაკავშირებით, რომ კათოლიკებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც და ეკლესიის წარმომადგენლებს, რაც არის დიდი ცდომილება, რადგან ეკლესია არის ერთადერთი და მას ქვია მართლმადიდებელი ეკლესია. მოწყალებას კი გასცემდე ყველასთვის, არა მხოლოდ შენს თანამორწმუნეთათვის, არამედ სხვა რწმენის მქონეთათვისაც.
თუ ხედავ შიშველს ან მშიერს, ზამთრის ყინვაში თუ სხვა რამ განსაცდელით ტანჯულს, იყოს იგი ურია თუ მუსულმანი, ბოგომილი თუ მწვალებელი, ლათინი თუ წარმართი, ყველა როგორც შეგიძლია შეიწყალე და განსაცდელიდან დაიხსენი და არ დარჩები ღმრთის საზღაურის გარეშე. ანუ ნებისმიერ ადამიანს გასარწმუნოების მიმდევარიც არ უნდა იყოს ის ან რა ეთნოსის წარმომადგენელი, ადამიანური დახმარება თუ უჭირდება, უნდა დავეხმაროთ. ეს არის ქრისტიანული მოძღვრების ერთ-ერთი თავისებურება და სწავლება. წმინდა მღვდელმთავარი გერმანე მეორე კონსტანტინოპოლელი თავის გზავნილში კვიპროსელებისადმი, რომლებიც ლათინ დამპყრობლებს დაემორჩილნენ მე-12-13 საუკუნეებში, ამბობს: შეგაგონებთ ყველა ერისკაცს, ვინც არის მართლმადიდებელი, კათოლიკე ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი, კათოლიკეში ამ შემთხვევაში გულისხმობა ჩვენი საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესია. დაუყოვნებლივ გაეკეცით მღვდლებს, რომლებიც დაექვემდებარენ ლათინებს და მათთან ერთად ეკლესიაშიც არ შეიკრიბოთ და არ აიღოთ მათ ხელთაგან რაიმე კურთხევა. უმჯობესია ილოცოთ ღმრთის მიმართ თქვენს სახლებში, ვიდრე შეიკრიბოთ ეკლესიაში ლათინ ბრძნობელებთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთან ერთად მოხვდებით იმავე ჯოჯოხეთში. ანუ ის, ვინც ერთობაშია ლათინებთან, უკვე უარყოფაშია მართლმადიდებლობასთან და სწორედ წმინდა მღვდელმთავარი ამის შესახებ ამბობს, რომ ასეთ სამღვდელოებას, ფსევდო მართლმადიდებელ სამღვდელოებასაც კი განერიდეთო. წმინდა მღვდელმთავარი მარკოს ეფესელი ევგენიკოსი. ჩვენ სხვა არაფრისათვის განვეშორებით ლათინებს, თუ არა იმისათვის, რომ ისინი არა მხოლოდ განხეთქილების მომწყობნი, არამედ მწვალებლებიც არიან. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავერთიანდეთ მათთან, სარწმუნოების საკითხებში არ არსებობს კომპრომისი. ლათინები არა მხოლოდ განხეთქილების მომწყობნი, არამედ მწვალებლებიც არიან. ჩვენი ეკლესია იმიტომ დუმდა მის შესახებ, რომ მათი თემი გაცილებით დიდი და ძლიერია ჩვენსაზე. ანუ იგულისხმება ზეწოლა საერო ხელისუფლებებისა, მაშინ, როდესაც კონსტანტინოპოლი, საერთოდ ბიზანტია იყო დიდ განსაცდელში და განიცდიდა შევიწროვებას როგორც მუსულმანური სამყაროდან, ასევე ევროპული სამყაროდან. ამგვარად ჩვენ განვეშორეთ მათ როგორც მწვალებლებს და ამიტომ ვებიჯნებით მათ. ისინი მწვალებლები არიან და შესაბამისად ჩვენ განვეყოფით მათ როგორც მწვალებლებს. საიდან წარმოგვიდგნენ ისინი ჩვენ როგორც მართლმადიდებლები? ისინი, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში და ასეთი დიდი მამებისა და მასწავლებლების მიერ მწვალებლებად ითვლებოდნენ. ანუ როგორ შეიძლება ისინი იყვნენ მართალი სარწმუნოების მიმდევრები, როცა მრავალი საუკუნის მანძილზე ეკლესია მათ ამხელდა მწვალებლობაში. მწვალებლობა ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ თუ რას ნიშნავს. ნიშნავს ქრისტეს ეკლესიის სწავლების დამახინჯებას. ურჩიე საღვთო სამღვდელოებას ნებისმიერი საშუალებით განერიდონ მათთან ერთობას. ანუ აქ საუბარია პატრიარქ მიტროფანე მეორესთან, რომელმაც ხელი მოაწერა ფლორენციის უნიას. და არა თანა ვიმსახუროთ მასთან, არც საერთოდ მოვიხსენიოთ იგი, არ ჩავთვალოთ იგი მღვდელმთავრად, არამედ მგლად და სასყიდლით დადგინებულად. ამგვარად გაიქეცით თქვენს ძმანო მათთან ერთობისაგან, რომელთა ლიტურგიული მოხსენიებაც არაჯერ არს,
აიმე ცოდვილი მარკოზი გეუბნები თქვენ, რომ ის ვინც პაპს როგორც მართლმადიდებელ მღვდელმთავარს იხსენიებს, ვალდებულია ყველაფერი ლათინური შეასრულოს, თვითონ წვერის გაპარსვაც. მოლათინე განიკითხება ლათინებთან ერთად და ჟულის დამრღვევად ჩაითვლება იგი. განეშორეთ მათ და მათთან ურთიერთობას, რადგან ისინი ცრუ მოციქულები და მზაკრობის მოქმედნი არიან და ამასთან ერთად ქრისტეს მოციქულების სახეს იღებენ და არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ თავად სატანა იღებს ნათლის ანგელოზის სახეს და ამიტომ დიდი ამბავი არ არის თუ კი მისი მსახურნი სიმართლის მსახურთა სახეს მოირგებენ, მაგრამ მათი დასასრული მათი საქმეების შესაბამისი იქნება. დექით მტკიცეთ და მისდიეთ გადმოცემას, რომელიც მივიღეთ, როგორც დაწერილი, ისე ზეპირ გადმოცემითი, რათა არ მოაკლდეთ თქვენსავე სიმტკიცეს. წმინდა მღვდელმთავარი ილარიონი ტროიცკი მღვდელმოწამე. მე აღვიარებ, რომ ეკლესია ერთია და კათოლიკები ჩემთვის ეკლესია არ არის და შესაბამისად ისინი არც ქრისტიანები არიან, რამე თუ ეკლესიის გარეთ ქრისტიანობა არ არსებობს. 1054 წლიდან არ შეიქმნა ორი ცალკეული ქრისტიანული ეკლესია, იმიტომ რომ ორი ეკლესია არ შეიძლება იყოს, ხოლო ერთ-ერთმა ადგილობრივმა ეკლესიამ შეწყვიტა არსებობა, გაწყვიტარა კავშირი საყოველთაო ეკლესიასთან. საყოველთაო ეკლესია კი შენარჩუნდა მთელი თავისი მადლამოსილი სისავსით და დარჩა ერთიანი, როგორიც ის იყო რამდენიმე ადგილობრივ ეკლესიათაგან ერთ-ერთის განვარდანამდე. 1054 წლის მოვლენა სამწუხარო და სავალალოა, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს, საგნებს თავიანთი სახელები უწოდოთ. ეს შიში სარწმუნოებრივ და ეკლესიის საკითხებში შეიძლება ძალიან მავნებელი იყოს. დასავლეთმა უარყო ბრწყინვალე უძველესი გადმოცემა და იგი თავისი უბადრუკობით შეცვალა. პაპიზმი ქრისტიანობის მატერიალიზაციის სიმბოლოა. პაპიზმში ყველაფერი უხეში, ამაყი და ხორციელია. თავისი ერთგულება ამ დიდმა წმინდანმა მღვდელმთავარმა კომუნისტების დევნისას მოწამეობრივი აღსასრულით დაამოწმა. აი ასეთია სწავლება ეკლესიისა პაპიზმთან დაკავშირებით და ამიტომ ბუნებრივია, რომ მეტად დამაბრკოლებელია ის ფოტოები, სადაც ასახულია მართლმადიდებელი მღვდელმთავრისა და პაპისტი კარდინალის ჩახუტება სიხარულით, აღსავსე თვალებით ერთმანეთის სქერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი წუხილია ის, განსაკუთრებული წუხილია ქართველების, იმიტომ რომ ჩვენ განვიცადეთ მათი ექსპანსია და ეხლაც განვიცდით. რუსუდან დედოფლის დროიდან დაიწყო ეს ამბავი საქართველოში და დღემდე გრძელდება. და ის ერთ-ერთი კარდინალი, რომელიც ამ ფოტოზე ჩანდა ვატიკანში სტუმრობისას, გვარად გუჯეროტი, სწორედ იყო ერთ-ერთი ინიციატორი ავად სახსენებელი CRS-ის პროგრამის შეტანისა ჩვენთან საქართველოში საჯარო სკოლებში. ეს პროგრამა იყო ლათინური პროგრამა იმისათვის, რომ გაევრცელებინათ კათოლიციზმი საქართველოში. და როდესაც ჩვენ ამასთან დაკავშირებით გამოვხატეთ ჩვენი
სამართლიანი აღშფოთება პროტესტი და წინ აღუდგეთ ამას დაიწყეს მორიგი სიცრუის გავრცელება, რომ თითქოს ამ პროგრამით ისინი ცდილობდნენ, რომ ქართველი ბავშვებისათვის ხელის დაბანა და წერა-კითხვა ესწავლებინათ ხაზვა და ასე ვთქვათ, ფერადი ფანქრების მოხმარება. აი ამდენად მზაყვარნი არიან, ამდენად უგუნურნი არიან, რომ ისიც კი არიციან, რომ ქართული კულტურა, ქართველი ეთნოსი საერთოდ საიდან მოდის, როდის მოდის, რამდენ საუკუნეს ითვლის. ეს ადამიანები, რომლებიც ღმერთსაც დაშორდნენ, ცოდნასაც, განათლებასაც და მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, რომ ადამიანი ღმერთს დააშორონ და პაპს დაამორჩილონ. ამდენად არის სწორედ ეს სამწუხარო, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, არანაირი ფორმით არ შეიძლება პაპისტებთან ურთიერთობა. არანაირი ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება არ შეიძლება, რადგანაც მათი მიზანი ერთია. საქართველოში კათოლიციზმის ქადაგება და მართლმადიდებლობისაგან მოწყვეტა ჩვენი ხალხისა, ჩვენი მართლმადიდებელი მრევლისა. ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას, რომ ღირსეულად დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება და წინ აღუდგეთ ყოველგვარ ექსპანსიას, ეს იქნება კათოლიკური თუ სხვა სახის. ამისთვის საჭიროა ცოდნა და უფრო მეტი გაბედულება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაყოფოთ.